გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინა, დაგებრუნდით ახალი ვიდეოთი. ძალიან ბევრი თხოვნა მივიღე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამეწერა ვიდეო ლაინერის წასმაზე. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ თქვენი თხოვნები როგორც ყოველთვის და დღეს სწორედ ამ თემაზე შემოგთავაზებთ ვიდეოს. პირველ რიგში გეტყვით, რომ თვალებს შორის დაშორება უნდა იყოს თვალის ზომის. თუ ეს დაშორება არის უფრო დიდი, მაშინ მოგიწევთ, რომ შიდა კუთხის ფონზე დაიგრძელოთ თვალები, შიდა კუთხეში უფრო გრძლად უნდა წაისვათ ლაინერი, ხოლო თუ არის იგივე ზომის, როგორც ჩემს შემთხვევაში, მაშინ შეგიძლიათ გარე კუთხის ფონზე დაიგრძელოთ თვალები. ახლა დავიწყოთ პროცესი. პირველ რიგში ზედა ქუთუთაზე ვისვამ ღია ფერის ჭრდილს. და შემდეგ გარე კუთხეში ოდნავ დავიტან მუქი ფერის ჭრდილს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ლაინერის წასმაზე. ლაინერის წასმას ვიწყებთ ბოლოდან. ანუ მივყვებით ქვედა და ზედა ქუთუთოს ჭრილს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო გრძელი იქნება ხაზი, მით უფრო აწეული იქნება თვალის კონტური. შემდეგ ამ ხაზს ვაერთებთ ქუთუთოსთან. და ნელ-ნელა მივდივართ შიდა ჭრილისკენ. გაითვალისწინეთ, რომ ზედა ქუთუთოს შუა ნაწილში ლაინერი არ უნდა იყოს წასმული მსხვილად, რადგან ეს ვიზუალურად უფრო დაამრგვალებს თქვენს თვალის ფორმას, ხოლო მათ ვისაც სურს უფრო ნუშისებრი თვალის ჭრილი მიიღონ, მათ უნდა წაისვან სქლად გარე კუთხეში, ხოლო შიდა და შუა კუთხეში შედარებით წვრილად. ლაინერის წასმა უკვე დავასრულეთ, თუმცა დასრულებული ეფექტი რომ მიიღოთ, შეგიძლიათ დაიმატოთ შავი ფანქარი ქვედა ქუთუთოზე. და შევაერთოთ ზედა ქუთუთს. და საბოლოოდ ვისვამთ ტუშს, რომელიც უფრო ეფექტურს გახდეს ჩვენს მაკიაჟს. ეს
იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო და ძალიან მარტივი მაკიაჟი, რომლითაც შეგიძლიათ თავი მოიწონოთ ყოველდღიურად. იმედია დაგეხმარებათ ჩემი რჩევები. თქვენც ცადეთ, გადაიღეთ სურათი, ამიტვირთეთ კომენტარების ველში და ერთად ნახოთ ვის როგორი გამოგვივიდა. მე კი გემშვიდობებით ერთი კვირით და ვეცდები კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. დროებით.